ბიზნეს აუარი, ბიზნესის სიახლეები, ბიზნეს გარიგებები და მათი შედეგები, ეკონომიკური მიმოხილვა, ტენდენციები და პროგნოზები, ქართულ ეკონომიკაში განვითარებული მოვლენების ანალიზი. ბიზნეს აუარი, ყოველ შაბათს 13 საათზე. გადაცემა ბიზნეს აუარი ლელა სებუასთან ერთად. მივესალმებით რადიო ძველი ქალაქის მსმენელებს. შეგახსენ, როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარი იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრაციული დირექტორი მანუჩარ ჩიტაიშვილი. დღეს ჩვენი სტუმარი ისაუბრებს ამ კომპანიის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უკაცრავად ახალ შეთავაზებაზე, რომელიც საზაფხულო სკოლას შეეხება და თუ შესაძლებელი იქნება ჯერ თქვენი კომპანიის შესახებ კიდევ ერთხელ თქვენი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესახებ კიდევ ერთხელ გავუკეთეთ წარდგენა მსმენელებს და შემდეგ უკვე ვილაპარაკოთ ამ შეთავაზებაზე. კრისტალი 1998 წლიდან სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით ეწევა აღნიშნულ საქმიანობას. ეს არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ჩვენ უკვე გვაქვს 20 ფილიალი საქართველოს მასშტაბით. ყოველწლიური ზრდა გვაქვს მინიმუმ 50%. ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული კომპანია ვართ ამ სექტორში. საერთოდ საქართველოს საბაზრო ბაზარზე აღნიშნულ სექტორში მესამე ადგილი გვიკავია, მაგრამ პირველები ვართ ისეთ კომპანიებს შორის, რომლებიც არის სუფთა ქართული წარმონაქმნით, ესე ქართული კაპიტალით და ქართული იდეით დაფუძნებული. გვყავს კომპანიები, რომლებიც ასევე ვთქვათ, ჩვენი კონკურენტები, თუმცა ესეთი ისტორიით არ არიან. ასევე ყველაზე დიდ კომპანიებს შორის ერთადერთი ვართ, რომელსაც ქუთაისში აქვს სათაო ოფისი და არა ასე ვთქვათ, დედაქალაქში. ბევრი რამე გამოგვარჩევს არა მარტო კონკურენტებისგან, ზოგადად საფინანსო სექტორისგან. ბევრი წამოწყებით ვართ პირველები ხშირად და ჩვენი ერთ-ერთი წამოწყება საზაფხულო სკოლა, რომელიც ითვალისწინებს დასაქმების უნიკალურ შანსს სტუდენტებისთვის, არის ერთ-ერთი ბრწყინვალე შეთავაზება ბაზარზე, შრომის ბაზარზე. ეს საზაფხულო სკოლას შეეხება. ხო, ეს ფაქტიურად არის დასაქმების შანსის მიცემა სტუდენტებისთვის პროფესიონალიზაციის საფუძველზე. ჩვენ სხვადასხვა კომპანიები უკეთეს შეთავაზებას იმ კუთხით ვთავაზობთ, რომ პირდაპირ არ ვაცხადებთ ვაკანსიას ამ შემთხვევაში, რომელიც გულისხმობს მზა კადრის აყვანას და შემდგომში რაღაც დავალებების მიცემას და თუ ეს დავალებები ვერ ჩააბარა დამშვიდობებას, აღნიშნული პროექტი მოიცავს სწავლების საფუძველზე შეფასებას და შემდგომ დასაქმებას. ყველა შემთხვევაში ეს არის ძალიან სასარგებლო ორი თვე სტუდენტებისთვის. ისინი თანამედროვე სწავლების მეთოდიკით გაივლიან საბანკო საფინანსო პროცესების, საბანკო საფინანსო პროდუქტების სწავლებას. არის თუ არა ასაკობრივი ლიმიტი ზღვარი დაწესებული და რა რაოდენობის სტუდენტების მიღება იქნება შესაძლებელი? ამჯერად ჩვენ შეზღუდულები ვართ, ჩვენ აგვყავს 20 კანდიდატი წარმოდგენილი კონკურსანტებიდან. ძალიან სასიამოვნოა სტუდენტების ნაკადი, მათი აქტივობა არის ძალიან ასე ვთქვათ, ინტენსიური. ეს მოწმობს იმაზე, რომ ჩვენი კომპანია არის სანდო და ცნობადი მათთვის. ეს ძალიან სასარგებლოა და ეს ზოგადად ხელს შეუწყობს შესაბამისად კარგი ნაკადის არჩევას. რაც უფრო აქტიური იქნება სტუდენტები, მით უფრო გვაფიქრებინებს ეს, რომ ეს პროექტი გავაგრძელოთ და შემდგომში ვაქციოთ უფრო პერიოდულად და არა ერთჯერად აქტად. არის თუ არა ეს ერთგვარი კამპანია თქვენი ორგანიზაციისთვის, თუ არის მხოლოდ კადრების კვალიფიკაციის ამაღლება, ან და ხარისხიანი კადრების გადახალისება? გულწრფელად რო გითხრათ, ბიზნესი რასაც აკეთებს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის იყოს წარმატებული. ამ შემთხვევაში ეს არის და წარმატებული ბიზნესი არის ისეთი ბიზნესი, როცა მისი ინტერესი ემთხვევა მისი გარემოს ინტერესს. ამ შემთხვევაში სწორედ ეს გვაქვს. ჩვენ ვყიდით, რა თქმა უნდა, სხვა პროდუქტებს, რომლებიც ხალხს აინტერესებს და მათი ინტერესი ამ შემთხვევაში ჩვენს ინტერესს ემთხვევა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვყიდით ჩვენს
ეს ყიდით ბჭყალებში ჩვენ ეს სკოლა უფასო არის. არანაირი ფასის გადახდა არ უწევს სტუდენტს და ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად უზრუნველყოფილია შესაბამისი ლიტერატურით თუ სხვა საშუალებებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვთავაზობთ ბაზარს ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც 14 წლის განმავლობაში რომელმაც მოგვიყვანა იქამდე, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია ამ სექტორში. მაგრამ ეს ასე რომ ვთქვათ, დაბანდება ყველა შემთხვევაში კომპანიის ერთის მხრივ სასარგებლოდ ხდება, იმიტომ რომ ეს კადრები უნდა დასაქმდნენ, აქედან წარმოდგენილი წარმატებული კადრები უნდა დასაქმდნენ კომპანიაში, სწორედ ამიტომ არის ეს დასაქმების უნიკალური შანსი. ასეთი შეთავაზება არის დასაქმების უნიკალური შანსი სტუდენტებისთვის. მეორეს მხრივ ეს არის სოციალური პროექტი. თუ არ დასაქმდება, ის იღებს სერტიფიცირებულ განათლებას საკმაოდ ძვირად ღირებული ტრენერებისგან. ტრენერები მოწვეული ყავს შვეიცარიის საკონსულტაციო ფირმიდან. საქართველოში ერთ-ერთი სწავლება გაიმართება რომელ ენაზე? სწავლება გაიმართება ყველა შემთხვევაში ქართულ ენაზე. თუ ტრენერი არ ფლობს ქართულ ენას და შვეიცარიელი ტრენერის დიდი ალბათობით არ ფლობს ქართულ ენას, მაშინ იქნება თარგმანი. რაც შეეხება ქართული ბაზრიდან, ყავს ისეთი ცნობილი ტრენერები მოწვეული, როგორც არის თორნიკე გურული, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მარკეტოლოგი საქართველოში. მოლაპარაკება დავასრულეთ. ჩვენი მიზანი ამასთანავე არ არის მარტო საფინანსო ანალიზის გაყიდვების სწავლება, ჩვენი მიზანია ზოგადად წვლილი შევიტანოთ ქართულ ბიზნეს აზროვნებაში აღნიშნული სკოლით და ამ მიზანს ემსახურება დავით ტურაშვილის მოწვევა სკოლაში, რომელიც დიდი მადლობა მას, რომ დიდი ენთუზიაზმით დათანხმდა ამ წინადადებას და ჩვენთან ერთად ამ სკოლაში იქნება დათო ტურაშვილიც. ჩვენ ამ სკოლით შევკრავთ საკმაოდ სასარგებლო და საინტერესო ბუკეტს, რომელსაც შევთავაზებთ ჩვენ სტუდენტებს, რომლებიც ჯერ არ უნახიათ, რომელიც განსხვავებული იქნება უნივერსიტეტის სწავლებიდან. აქ იქნება ქართულ ბიზნეს აზროვნების შესახებ ძალიან საინტერესო ტრენინგები, რომელიც ამასთანავე სინთეზირებული იქნება სწორედ როგორც გითხარით უცხოელ ტრენერების მიერ მოწოდებულ გარდა იმისა, ვინც შეავს CV და ჩათვალა თავის მიზნად რომ ისწავლოს თქვენ საზაფხულო სკოლაში, იქნება თუ არა შესაძლებლობა იმდენად საინტერესო ტრენერების სახელი და გვარები ახსენეთ, თავისუფალი დამსწრე იყოს სკოლაში. ძალიან ბევრი წინადადებები გვაქვს. რაღაცას აუცილებლად მოვიფიქრებთ, იმდენად ბევრ ხაჯერ თანამშრომლებს, ჩვენს აქტიურ თანამშრომლებს, რომლებიც ამბობენ რა დავაშავეთო, თუ ასეთი ტრენერები მოგყავთო, ჩვენ რაღაცას ვეცდებით, რომ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. თუმცა სტუდენტებმა ყველაზე კარგია რომ ყურად იღონ, მათ აქვთ ამ ზაფხულზე უნიკალური შანსი საინტერესოდ გაატაროს ზაფხული არა ქობულეთში, არამედ ბათუმში, არამედ ქუთაისში გაატარონ საინტერესოდ ზაფხული. ამ შეკითხვის დასმა, იმიტომ რომ არის ზაფხული და არასასწავლო ეტაპი არის ეს, ვთქვათ, მაშინ როცა სტუდენტები ძირთადად ისვენებენ სწავლიდან სწავლამდე, არ იყო ეს საშიშროება ერთგვარი, რომ ვთქვათ, ეს ნაკრები არ შემდგარიყო, ან არ შესაძლებელი გამხდარიყო იმ კონტინგენტის მოზიდვა, რომელთანაც მუშაობას გეგმავთ. ბუნებრივი ეს საშიშროება იყო, ეს რისკი იყო უფრო სწორად, თუმცა ალბათ გათვლა მაინც სწორი იყო, რადგან უკვე სულ 4 დღე არის, ასე ვთქვათ, ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და 4 დღეში ის ნაკადი რაც მივიღეთ, ძალიან სასიამოვნო არის. და ყველა სასიამოვნო რა კუთხით? სასიამოვნო არის, ხალხი აქტიური არის და ესე იგი პროექტი შედგა, ინტერესი არსებობს. ჩვენ არ მოგვიწია დამატებითი ძალისხმევების გაგვიგო ბაზარმა, გაგვიგო შრომითმა ბაზარმა, გაგვიგო სტუდენტებმა, მიიღო ჩვენი შეთავაზება. ჩვენ ბუნებრივია ვაგრძელებთ ინფორმაციის გავრცელებას, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდოდა მეთქვა ერთი რამე. რა თქმა უნდა, ჩვენი კონკურენტი, სკოლის კონკურენტი ამ შემთხვევაში არიან ბათუმის და ქობულეთის სანაპიროები, რადგან მათ შეიძლება ჩვენზე მიმზიდველად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ჩვენი სკოლა, მაგრამ ეს არის თქვენი კონტინგენტი საკმაოდ მცირეა. ზუსტი რაოდენობა, რამდენის თქვენ შეიძლება მიიღოს სკოლაში, რამდენი შეიძლება იყოს? ზუსტი რაოდენობა არის 20, მაგრამ თუ ჩვენ შემთხვევა გვექნა, რომ გვაქვს რამდენიმე ისეთ ადამიანთან საქმე, რომელთანაც კომპანია დიდი ალბათობით ისურვებდა ურთიერთობ თანამშრომლობის
გაგრძელებას კომპანია იმდენად მზარდი არის, რომ მას შეუძლია აღნიშნულის ასე ვთქვათ 10%, 20% დაამატოს აღნიშნულ რაოდენობას, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ზაფხულის შედეგად რჩება კეთილი მოგონებები და აღნიშნული სკოლის შედეგად ეს არის წარმატებული ნაბიჯი, უბრალოდ ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. ცოდნის გაღრმავება, უამრავი არ მარტო ცოდნის გაღრმავება, რეალური ნაბიჯი. გაივლის სწორსწავლებას, მიიღებს ანაზღაურებას, მიიღებს სამსახურს, რომელიც არის საკმაოდ რესპექტაბელური წარმატებულ კომპანიაში, რომლითაც ის შეიქმნის წარმატებულ CV-ს კრისტალში. ეს არის არ არის ბუტაფორიული, არ არის აბსტრაქტული დაპირება, ეს არის კონკრეტული დაპირება. მოდით შეავსეთ განაცხადი, მიიღეთ კონკურსში მონაწილეობა და თქვენ შანსი გაქვთ მიიღოთ უნიკალური განათლება და ამასთანავე დასაქმდეთ წარმატებულ კომპანიაში. ეს არის ასე ვთქვათ ძირითადი მესიჯი, რასაც ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ და ეს ტექსტი შეიცავს რეკლამას, მაგრამ ეს ტექსტი ამასთანავე შეიცავს რეალურ შეთავაზებას, რეალურ წინადადებას, რომელშიც ერთი სიტყვა არ არის ზედმეტი. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ? უნდა იყვნენ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და ამასთანავე მაგისტრატები. თუ მაგისტრატები არ არიან, თუ კი დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი თუ დამთავრებული აქვს 23 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას ვიღებთ. რატომ გააკეთეთ ეს ასაკობრივი ზღვარი? იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრძელვადიანი თანამშრომლობა. ჩვენ გვჭირდება ხალხი, რომლებიც სავსე არიან იდეებით, ხალხი, რომელსაც არ აქვს დიდი შრომითი გამოცდილება, რომლებიც არ აქვს სხვაგან მუშაობის გამოცდილება. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ცინცხალი ხალხი, რომლებთაც ჩვენ ასე ვთქვათ რაღაცას ჩვენც მოგცემს, ჩვენ სკოლა არ არის ასე, რომ ვასწავლოთ. ჩვენ მაგდანაც უნდა ვისწავლოთ. ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი ამ სკოლის პროექტის დამტკიცების დროს. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რომ ჩვენ არ მივცემთ მარტო ამ სტუდენტებს სწავლას. ისინი აუცილებლად მოგცემენ ჩვენ სასარგებლო განწყობას და იდეებს აუცილებლად. იმიტომ ჩვენ ნებისმიერი წარმატებული კომპანია უნდა იყოს თანამედროვეობაში, იმ დროში რა დროშიც არის და ვინ თუ არა სტუდენტობა, ვინ თუ არა ახალგაზრდობა მოგცემს ამის საშუალებას, რომ ვიყოთ ძალიან თანადროულები და ძალიან ადეკვატურები მიმდინარე დროში. ამიტომ არის ასაკობრივი შეზღუდვა. ეს შეზღუდვა სხვა ვაკანსიების პირობებში არ მოქმედებს. ეს შეზღუდვა მხოლოდ მოქმედებს აი ამ შემთხვევაში, როცა საუბარი გვაქვს საზაფხულო სკოლასთან. ანუ მე როგორც გავიგე, ცუდი გამოცდილებები, რომლებიც არსებობს ესეთ უკვე დასაქმებულ კადრებში. ხო, არა მარტო ცუდი გამოცდილებები, სხვანაირი გამოცდილებები შეიძლება ვიგულისხმოთ. ჩვენ აი სხვანაირი გამოცდილებები, აი კიდევ კონკრეტულად რა? არა, უბრალოდ რა არის ხშირად ხდება, რომ ახალ მოწვეულ კადრთან უნდა იმუშაო მარტო იმიტომ, რომ ძველი დაივიწყოს. ძველი სამსახური დაივიწყოს, სხვაგან მუშაობა ის ამიტომ ამ შემთხვევაში ხდება უბრალოდ ნედლი მასალასთან მუშაობა. სტუდენტებს გააჩნიათ თანაც აი ეს მათი წარმოსახვა არ არის შეზღუდული რაღაც საჭიროებებით. ჩვენ გვინდა ამ ხალხს მივცეთ თავისუფალი ფრენის საშუალება, რომ მათ კონდეთ თავისუფალი იდეები და ეს თავისუფალი იდეები მოარგონ ჩვენი კომპანიის სტანდარტებს. სად გაიმართება სწავლება, რამდენ საათიანი იქნება, ესე უფრო კონკრეტულად რო ინფორმირებული იყოს ჩვენი მსმენელი. ტერიტორიულად სწავლება გაიმართება, გეტყვით რომ უნდა აღმენიშნა აუცილებლად რომ ორივე უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გვერდში გვიდგანან. ეს იყო ძალიან კარგი პრეცედენტი ბიზნესისა და სასწავლო სექტორის თანამშრომლობის, ყოველგვარი ბიუროკრატიის ზედმეტი ასე ვთქვათ პროცედურების გარეშე ჩვენ უზრუნველყავთ ის, რომ ეს შეთანხმება მიგვეღწია. აკაკი წერეთელი ორივე უნივერსიტეტი გვთავაზობს თავიანთ ბაზებს სწავლების წარმართვისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ შევარჩიეთ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი. მადლობა ორივე უნივერსიტეტს ამ მხარდაჭერისთვის. სწავლება წარიმართება აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რომელიმე კორპუსში. იქნება პრეზენტაცია. პრეზენტაცია იყო
11 ივნის აღნიშნული პროექტის საკმაოდ წარმატებით ჩაიარა იმ კუთხით, რომ სტუდენტები დაინტერესდნენ, ესწრებოდნენ სტუდენტები, ესწრებოდა ორივე უნივერსიტეტის რექტორატი, გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და მადლობა თქვენს, რომ ეს გააშუქეთ. მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისათვის, რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებებს და მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის ადმინისტრაციული დირექტორი მანუ ჩერჩიტაიშვილი. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კარგად მადლობა მოწვევისთვის. ბიზნეს აუარი, ბიზნესის სიახლეები, ბიზნეს გარიგებები და მათი შედეგები, ეკონომიკური მიმოხილვა, ტენდენციები და პროგნოზები, ქართულ ეკონომიკაში განვითარებული მოვლენების ანალიზი. ბიზნეს აუარი, ყოველ შაბათს 13 საათზე. გადაცემა ბიზნეს აუარი ლელა სებუასთან ერთად.